დღეს თბილისის მოსახლეობის 80% დარჩენილია ხელმისაწვდომი ჯანდაცვის გარეშე. ჯანდაცვა ნამდვილად არ არის დღეს მერიის პრიორიტეტი. 270,000 ჩვენი თანამოქალაქე დღეს არის და ცხოვრობს 30 ლარის ამარა. ჩვენ გაუწევთ პენსიონერებს, ვეტერანებს და სოციალურად დაუცველ პირებს დახმარებას ზამთრის პერიოდში 100 ლარის ოდენობით. ეროვნულ საბჭოს ერთადერთ ძალას გააჩნია ამ პრობლემის მოგვარების გეგმა. ჩვენ ვაცხადებთ რუსეთთან დიალოგის გზით. გაიხსნება რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისათვის. გაიხსნება სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა. საქართველოს მოსახლეობა იფიქროს 5 წლის წინანდელი საქართველო ჯობდა თუ დღევანდელი საქართველო ჯობს და ამის მიხედვით მისცეს ხმა. 5 წლის წინ ჩვენ უფრო მეტი ტერიტორიები გქონდა, ვიდრე დღეს გვაქვს. 5 წლის წინ ჩვენ უფრო ნაკლები დევნილები გვყავდა, ვიდრე დღეს გვაქვს. 5 წლის წინ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე დღეს არის. თბილისი დღეს უკეთესია ვიდრე იყო 5 წლის წინ. უკეთესია ტრანსპორტით, გზებით, კეთილმოწყობით, უკეთესი ბაღით, სკვერით, მაგრამ დამეთანხმებით. და ამაში ჩვენ ვართ ერთიანი, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, დასაქმების კუთხით. ელექტროენერგიის გამომუშავება ჰიდროელექტროსადგურებში, რომელიც ჯდება 1.7 თეთრი და რომელსაც სახელმწიფო ოფიციალურად ყიდის თურქეთში 2 თეთრად, საქართველოს მოსახლეობაზე იყიდება 17 თეთრად. ეს ერთი ციფრი. მეორე ციფრი, დღეს გაზთან დაკავშირებით და წყალთან დაკავშირებით კიდევ მოგახსენებთ, რომ რეალურად დღეს თბილისის მოსახლეობას ის წყალი, რაც მიეწოდება 300 მილიონი კუბომეტრი წყალი, რეალურად წყალი არის 600 მილიონის და ყველა შემთხვევაში ჩვენი წყალი შესაძლებელია რომ დაფაროს გადასახადად თბილისის მერე, ეს დაჯდება მხოლოდ 2.800.000 ლარი, ეს არის დათვლილი ექსპერტების მიერ. ჩვენ ექსპერტებთან ერთად დავითვალეთ და ის რომ შესულდეს რა გეგმაც ბატონმა გიამ წარმოაყენა დაახლოებით 400 მილიონ ლარამდეა საჭირო ბიუჯეტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად სხვა ვალდებულებებს თბილისის მერია ვეღარ შეასრულებს და იქნება მხოლოდ სუბსიდიაზე გადასული. თბილისში დასაქმების პრობლემა დღეს თვითონ წყდება, ნამდვილად არ გადაწყდება. დასაქმების ერთადერთი გზა არის წარმოების ამოქმედება, სხვა მე არ ვიცი, ესე იგი როგორ შეიძლება თბილისი დავასაქმოთ, რამდენი დაცვა უნდა ყავდეს ყველა ჩინოვნიკს, რამდენი სხვადასხვა სტრუქტურა შეიქმნეს, ეს არ გადაწყვეტს თბილისის პრობლემებს.